გამარჯობა, დღეს ჩვენი სტუმარია ონისე. გამარჯობა ონისე. მადლობა რომ გვესტუმრე. თქვენ მადლობა რომ დამპატიჟეთ. როგორ ხარ? აქედან დავიწყოთ ჯერ და პირდაპირ გითხარი შენი ახლანდელი პროცესი რა ხდება შენს კარიერაში და ახლანდელი პროცესი ის არის რომ რაღაც ახალი პროექტზე ბენთან ერთად მუშაობ ახლა რაღაც ანუ აკუსტიკური ლაივებისგან განსხვავებით. ბენთან დავიწყეთ ბულბულასთან ერთად. და რაღაც ძალიან კარგი მუსიკოსები შევკრიბეთ ყველა რა. და ეს ალბომის ვარიანტია თუ ჯერ ცალკე ტრეკები იწერება და არაფერს არ წერთ, უბრალოდ რეპეტიციები და უნდა დავუკრათ კონცერტებში. ლაივისთვის არის. ლაივები იქნება ბენთან ერთად, კი. უახლოეს მომავალში გაქვს შეგვიძლია დავპატიჟოთ ხალხი და ეხლა 13 დეკემბერს მაქვს ბენთან ერთად ლაივი, ანუ პირველი იქნებოდა არტერიაში უნდა დავუკრათ. შვენიერი. 13-ში, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგვიძლია. კი, ძალიან ისე შემართებით. რა სიმღერებზე არის ხა საუბარი? რას ველოდოთ მსმენელი? იცი რა, ჩემი ყველაფერი იქნება ალბათ ძველიდან და ახლებიდან სინთეზი იქნება რა მთლიანად, ანუ ის ძველი 2006 წლის ალბომიდან იქნება ის ხულიგნური სიმღერებიც და ახლებიც რა, ესეთი რა ქვია, არახულიგნური. კარგია, მიცი რა მინდა კითხოთ, სად იყავი აქამდე თუ ჩვენ არ ვიცოდით თუ აი ეს პაუზა ამხელა პაუზა იცი რა მე ვერ ხვდები რომ წასული ვიყავი მე არც არასოდეს არ ყოფილი ვარ შოუ ბიზნესში არასოდეს პროსტა რაღაც კლიპებს და რაღაც ჩანაწერები ქონდა ჩემი რაღაცები გადიოდა ტელევიზიაში ხალხი მიცნობდა და ეგ იყო მე არც ვერ წარმომედგინე რომ ამით გოლი უნდა მეშოვა ან რაღაც აი კონცერტზე არც კონცერტებზე აი რო წახვედი შოუში არ წავსულვარ არცად არ წავსულვარ არც ყოფილი ვარ უბრალოდ ჩემი სიმღერები იცოდა ხალხმა დოსე ეგ არის მეტი რა არის შოუში ხო რაღაც ერთი 10-15 წელი საერთოდ არ ვჩანდი იქაც არ ვჩანდი და ხან ბოლო დროს რაღაც დავიწყე რა 900 ამბავი მომიწია რომ მე არც მქონდა არხი ანუ სხვებს მქონდა ჩემი ახალთული სიმღერები GMI დამეხმარა ძალიან საავტოროები 7-8 თვე დავჭირდა რომ ჩემი სიმღერები თლიანად გამქრალიყო ხო აი ძალიან ბევრ არხზე იდო ძალიან ხო და ეხლა ეს ნახვები რაც აქვს თავიდან წამოვიდა კი რა თქმა უნდა იმ ახალ არხზე იმიტომ რომ ჩემ ესე კაიფში გავიპარე იყო ჩემი ბოლო ხიტი მაქსიმღერას კაიფში გავიპარე არ ქვია ხალხმა და არ ქვია მალადეც ქვია მაქსიმღერას საერთოდ ალბომის სახელის ხო და ბოლოს რო წაიშალა მაგას რაღაც ერთ-ერთს ჰქონდა 3 და 8 მილიონი და რამოდენიმე ეგეთი იყო სხვისად აი ეს ყველაფერი წაიშალა და ეხლა აქ 4 მილიონი რა თქვა მარტო მაქსიმღერას მე მინუს ერთ-ერთს გოგოს ჰქონდა დადებული ჩუმად იყავი აღარ იტირო რქვა სიმღერას 600,000 ჰქონდა ერთ-ერთ მინუს ერთ-ერთ მე მინუს და ყველაფერი გააქრა და მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩემი არხი მქონოდა და ეხლა რა ნახვებიც არის იმის მერია რა მე მინდოდა ძალიან მეკითხა აი ეს მთავარი ყველაზე დიდი ტალღა ალბათ აგორა თქვენი კარიერის შემთხვევაში არ შემიძლია თქვენი შენობით თუ დამაგვართო ბოდიში კი მიხარი მასი ჯობი ხო ვარდო ხო მიუხედავად იმისა რომ მიმინო იყო მანამდე რაღაცა მგონია რომ ეს პირველი ყველაზე დიდი ტალღა ვარდო წამოაგორა რა და რა შეცვალა კარიერულად შენ შემთხვევაში ამ სიმღერამ არაფერი არ შეცვალა მაგითი გავხდი ცნობილი უბრალოდ რა ცია მუსიკალურად ეხა შეიძლება აი მაი კაიფში გავიპარე არ ქვია ესე მაგრამ შეიძლება უკეთეს ხო ანუ უფრო მეტი ნახვა აქვს მუსიკალურადაც შეიძლება უკეთესიც იყოს მაგრამ მაინც ისახსოვს ყველას რა ვარდო გახდა რაღაც ის და რამ გამოიწია ეს ცოტა ის არის რა იმიტომ რომ მაშინ იმ დროისთვის იყო ძალიან ბომბი იყო ძალიან პოპულარული იყო 2000-იანების დასაწყისიდან ტექსტი ძალიან ყურადღებას იქცევდა ძალიან ცენზურა იყო იმ დროისთვის რა და თვითონ რავი ზოგი აბრალებს რომ ტექსტის გამო გახდა ეგ სიმღერა პოპულარული ზოგი რა ვიცი მაგრამ არის ხალხი საერთოდ არის ქართული და რაზია და მაინც უსმენენ რა ვიცი არა ტექსტის გამო მელოდიურადაც ძალიან რა თქმა უნდა თორე ტექსტ ეხლა ლაივებს აკუსტიკურ ლაივებს რო უკრავდი ეხლა ბენთან ერთად და ჩემი აზრით მაინც ყველაზე ისეთი მაინც ვარდოა ანუ უფრო ისა აქვს რა ქვია დუხი მოაქვს რა კარგად მაგას
ეს მაესტროზე იყო, ხო, მახსოვს მაესტრო იყო მაშინ და პირველი სტერეო ასევე თუ არის. მანამდე მე მივიტანე მიმინო, არც არავინ არ შეხედა, არც მოისმინა. რადიოში არ გაუშვეს პირველ სიმღერა რომ მივიტანე საქართველოს ხმა იყო რადიო და რა რომელი სიმღერა იყო? ვარდოზე ზანაძეც გადავი, ხო და ეს საინტერესოა და მე არ უშვებთ. იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო. მე რაღაც პერიოდის მერე ვნახე რომ რაღაც შენობლების რეკლამა იყო და ვარდო დაიწყო რა და ჯერ ვარდო დაიწყო და მეთქი კლიპი სიმღერა გაუშვეს თქო და მე სიმღერა კი არის შენობლების რეკლამის ტექსტი მიადეს და ვოკალთან გაწყდა რა. მუსიკა იყო გამოყენებული. ხო, ანუ ის ინსტრუმენტალის ნაწილი. იმ დროისთვის ახლა ვისთვის რა უნდა ესა დამემტკიცებინა რომ სახაო რაღაც თემა იყო და ჯერტი ეგ ვარდო არის გორილაზის რიტმზე ერთ-ერთში. ანუ გავაშვებინეთ გორილაზი მაშინ ძალიან ხუთში იყო და რითმი გადმოვწერეთ ერთ-ერთში. მე და სხვათა შორის გიგა მიქაბერიძეს არანჟი არის ეგ არანჟირება. რითმი გადმოვწერეთ და ზუსტად ვარდოს მელოდია ერთ-ერთში დავასვით გორილაზის რიტმს რა. კი, ეგრევე ეთყობა დაწყებისას რომ კი. კარგად აზის. ანუ რითმი მაგისი არის, просто მელოდია მე აკუსტიკურადაც სხვანაირად და სხვა მელოდია სხვა არის რა. მელოდია ჩემი. ნუ რაც კარგია, კარგია. ტექსტებს და მუსიკასაც ჩვენ თვითონ. ვარდოს რაც შეეხება, მაშინ ბენდი ყოფა რა, ანუ ის პონჩი არისო, ანუ სოლო კარიერა არისო, მაშინ იყო ფესვებს ვეძახდით ჩვენ რა და ჩემთან უკრავდა დათხარეთიშვილი გიტარაზე და მე და მაგან დავწერეთ სხვა მელოდიაზე, ოღონდ არასერიოზულად, ნუ არასერიოზულად, აი მეგობრებში რომ ეღადავებ და რაღაცა ამ პონჩი დავწერეთ ტექსტი რა. ხო და მე მელოდია შეუცვალე და სამღერი მე დავამატე ტექსტი. მეორე ტრეკზეც გითხარი რომ ისე რომელიც ყველაზე პოპულარული არის შენი მაგას კი რეალურად მალადეც ხო და ეს არის ალბომის სახელი პირველი მალადეც სახელი კი და მაგ სიმღერას ჩვენ ვავტვირთეთ მალადეცი დავარქვით მაგრამ მაგას უფრო ნაკლები ნახვები ქონდა სერჩისთვის ჯობდა სერჩისთვის ყველა წერდა კაიფში გავარკვიეს და გადავარქვი ესეთი უძულებული ვიყავი რა რომ გადამერქვა იმიტომ რომ მალადეცით არის სერჩები აი ესე შეცვალა მომსენელმა სიმღერის სახელი შემაცვლები. თითქმის არ მახსენდება ეგეთ შემთხვევა. ეგეც მოხდა მაგ დაცენზურების ამბავში თავის დროზე. არა, ეგ ახლა ეგ ჩაიწერე რაღაც ერთი ალბათ 13-14 წელს. უკვე აღარ იყო ეს. ხო, არა. ეგ ბენდი შეუკრიბე, ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ მაშინ, სვანიანო, კახა კვირიკაშვილი, თათა გიორგოპიანი ვერის მაცხოთა შორის. მაგრამ ვერ გავყიდე, ანუ მე რო სულ ფიქრობდი რომ არასოდეს სერიოზულად არ მოვკიდებ, პროცესს არ შევკრებ. თუ იმ მენეჯერი არ გაიჩნდება, ანუ ვინც მიხედავს ამ საქმეს, იმიტომ რომ მე მარტო ის ვიცი, რასაც ვაკეთებ რა, ანუ მუსიკის წერა და ვთქვათ, შესრულება. და იმას ბექგრაუნდზე კიდე ბევრი რაღაც სჭირდება, რა ძალიან რთულია არტისტმა შეითავსოს. არა, არიან არტისტები, რომ შეუძლიათ რა, ხო, მაგრამ ხა ჩემნაირი კაცისთვის ეგ ძალიან ისეთია, ძალიან შეუთავსებადია რა. ისედაც რა, არ არის შენი საქმე რა, მგონია რომ მსგავსი საკითხებისთვის უნდა არსებობდეს პირი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია შოუ ბიზნესში. ყველაზე თუ არა, არავის ენ ნაკლები ანუ არანაკლები. გეთახმები. 2000-იანების პოპულარულობა არსებობდა, იყავი ხალხი გცნობდა გარეთ, ან როგორ აისახებოდა შენზე და რას ნიშნავდა ზოგადად 2000-იანების? ой, მაშინ გარეთ ვერ გავდიოდი, მართლა ვთქვი. იმიტომ რომ ჩემი სიმღერა მაშინ პირველი სტერეო იყო, ალბათ ყველაზე პოპულარული, ყველა არხი ერთად რო აიღო, ალბათ ისეთ პოპულარული არ არის, მაშინ რაც იყო. ძალიან ხშირად იყო ხოლმე მახსოვს. ერთადერთი entertain ყველას რო ჩართული არხი ერთადერთი იყო რა. ყველას ჩართული ქონდა მაშინ და ეხა იმართზე დღეში გავდიოდი ალბათ 4-ჯერ 5-ჯერ რა, ესეთი თემა იყო და ჩემთვის ეხა ყოველთვის ვცდილობ რომ ეხა არ მცნობდნენ, აი ჩემთვის მე რო აი როგორ გითხრა, ქუჩაში რო გცნობ ზოგს ევასებოდი, ჩემთვის ეგ არის როგორი თემაა, ძალიან შეზღუდული ვარ აი პონჩი რომ ჩემ თავისუფლებას კარგავ რა და ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი სიმღერები იცოდნენ თქვა, ონისე იცოდნენ და ჩემი სიმღერები, მაგრამ ეხა ქუჩაში რო დამინახავენ და რაღაცა ეგ არ არის ჩემთვის კომფორტი. არაფერში გეხმარებოდა, ისე ეგეც პერიოდი იყო რომ ეს პოპულარობა რაღაცა ბენეფიტები ქონდა. სასიამოვნო, არა, იმას ვერ იტყვი რომ არ არის სასიამოვნო და რაღაც რო გცნობ რაღაცა თემა რა. აი, ჩემთვის არის ეგ როგორ თემა იცი, აი, უფრო მეტი უსიამოვნება და თავისუფლების დაკარგვა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იცავ, აი, რაღაცა თქვათ, როგორ გითხრა,
არც იმდენი ფული არ მქონდა ხა მარშრუტკაში რო არ მევლ მარშრუტკაში რო დავჯდებოდი გვერდზე ის არის არ არის ის არის თუ ის არის აქ რა უნდა ამისდეთ ყველაზე ხესე თემაა და ეხლა რო არ ვცნობ რა სადაც კიდე რასაც კიდე აკეთებ რა ჩვეულებრივად ხარ ჩემი აზრით ესია ესე უფრო კომფორტულად ხარ როცა მე ესე უფრო მომწონს რა ისმენ და ყველა მე იმის მერე პოპულარული არ ყოფილი უბრალოდ ცნობილი სახე ცნობადი სახე ვარ ანუ რაღაც ჩემი სიმღერები არსებობს ონისი არსებობს და იცის ხალხმა ეგრევს რა გავიდა პირველ სტერეოზე მას ონისე იყო ჩარტები ხო შეიძლება ესე ვთქვა ჩარტებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტოპ 3-ეული იყო რა და თუ არ ვწდები რაღაცა გასტანა ამ ყველაფერმა თვეების თითქმის წლის მანძილზე და სულ იყო აი ეგ ტოპ 3 იყო და ტოპ 10-ეული იყო და მახსოვს რომ მან ძალიან მაგონჩი იყო მაგრამ მე არ გამომიყენებინა თქვა მაგითი არ მისარგებელი არც ერთ კონცერტზე არ ყოფილი მაშინ არ უკრავდი მაშინ კონცერტებზე არ ყოფილი არა აუცნაური ესე ტოპ ჩარტებში ანუ არ არსებობდა წარმოგიდგენთ შოუბიზში და ტოპ ჩარტში ადამიანი არის დიდი ხანია ტოპებში და არც ერთ ლაივზე არ ყოფილა წარმოგიდგენთ და რომ მეუბნებიან შოუბიზნესთან წახვიდეთ ხო არც ერთ დარწმუნებულ არ კაცო არც მოусულ არ ყოფილი ვარ არასოდეს ანუ ლოგიკას ვერ ხვდები უბრალოდ ტოპში იყო ამდენი ხანი და შენც უნდა იყო რა აქტიური რა მე დღემდე ესეთი ვარ რა აქტიური მე მაგიტო ვიწეხი სულ ვიღაცა გინდა თქვა ვინც შენ თქვა აკეთებს პროდუქტს ქნი მენეჯერი ხო აუცილებელია რა მე მაშინ რო გითხრა თქვა რაღაც არც ვიცი ისე მოხდა თავისთავად ცირა შეიძლება მიმართულებაზეც იყო რა მაშინ რა ყოველთვის პოპი რა გრიმიტობდა მაგრამ რაღაცა მგონია რა ეს ნამდვილი წმინდა წყლის ესტრადის წარმომადგენელი ვინც იყო ძირითადად რაღაცა იმათთვის ეწყობოდა ხოლმე მსგავსი ღონისძიებები მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ პერიოდში რა ვიცი ხან სახე ხან კი გასა ჩის ბიჭები აუცილებლად სპორტის სასახლეებში მე მოგვიანებით კლექსენის რაღაცა სიგიჟეები იყო ხოლმე და ძალიან გამიკვირდა ხა რომ მითხარ ეხლანდელ ლაივებზე მე გითხარი სანამ გადაცემა დაიწყო და ვიყავი ერთ-ერთ ლაივზე ხა ჩვენი მეგობრების ბარში და რაღაცა ის მოაქვს ამ შე რომელი გირჩევნია ხოლმე არიან არტისტები ვიცი რომ აი ეს პატარა სალონური ამბავი ურჩევნია ბარში რამდენიმე მაგი და თუ უფრო დიდი აუდიტორია შენთვის როგორ წარმოგიდგენ ხა მე რაც მოგისმინე საკეთ წავედი რომ უფრო პატარა ეს იმდენად კომფორტული გახდა ჩემთვის ეს პატარა სივრცე თქვა ჩემი მსმენელებისთვის რაღაც პერიოდი ესე მოხდა გიტარას დაკვრა ვისწავლე ნორმალურად კარგად ეს იძულებული ვიყავ იმიტომ რომ რაღაც თქვა მარტო რომ დამეპრა თქვა რაღაც სერიალი რო არ ყოფილიყო თვითონ სიმღერა თქვა შესრულების დროს და შემომესწავლა რა გიტარა რა ხო და ეხლა ისევ кайფობ თქვა აკუსტიკურ ლაივებს რო ვაკეთებ რომ აი რაც არ უნდა ხა სულ ესე რო გადავაფსო სპორტის სასახლეები მაინც ეგ აუცილებლად მექნება ეს პროდუქტი თქვა ესე პატარა ავტორში ეს პროდუქტიც იქნება აუცილებლად. და ზოგადად მუსიკამდე როგორ თავიდანვე კონდას თუ მე რაღაცა პერიოდში მოიტანა ეს თუ ხო არ ბავშვობიდან მუსიკაზე წასული ტიპები თუ გვიან ასაკში წამოიღო ეგ ამბავი ანუ სად მიხვდი რომ შეიძლება დამიკეთება. წარმოუდგენელიყო არავის ვერ წარმოედგინა ვერც მე ვერც ჩემ შულებს ვერავის რომ შეიძლება ჩვენი ოჯახიდან თქვა რომელიმე მუსიკოსი ყოფილიყო იმიტომ რომ ირგვლივ არავინ არ იყო ეგეთი ხა რა ქვია იმეს არც განათლება არ ქონდა მუსიკალური და საერთოდ სხვა რაღაცას უმიზნებდნენ ჩემი მშობლები როგორც ყოველთვის ბევრჯერ მაგ მოყოლი აღარ მინდა მაგის რაღაც და რა მოხდა მაგ ამბავზე მე ვიცი რომ სტუდენტი იყავი სამედიცინოს აი რა გზა იყო ეს ბოლოსკენ ვიყავი გასული და სამედიცინო სტუდენტობიდან მუსიკოსობამდე ხო და საგიჟეში ამოვყავი თავი და მამაჩემო მეითხრა რა გინდა უშვილო და არ მინდა ვთხარი ეს მინდა თქო მუსიკა და თავიდან დავიწყე რა ქვია არანაირი პერსპექტივა არ მქონდა მაშინაც просто мама იყო და მე შვილი და მითხრა რაც გინდა ქენი პრობლემა არ არის გავიგებო რა 24 ძიმე იყო ოჯახისთვის რომ 24 წლის ვიყავ მე არ მინდა რომ იყო და უნდა ვიმღერო ხო ჩემი ოჯახისთვისაც დღემდე სიმძიმეს წარმოადგენს ჩემი და წარმოიდგინე გამომიტირეს იმიტომ რომ არანაირი პერსპექტივა არ იყო რა ახლა ხვალზე ხარ ეს თემა მაშინ ალბათ რა ვიცი რაღაც
არა, ესე მოხდა რომ ქუჩიდან დავიწყე რა. ხო, როგორც ყველა საქართველოში. ხო. ყველა. ვინმე იყო ისეთი ვინაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შენზე მუსიკალურად, აი ვიღაც მოусმინე ჩაქჩა და მერე ვაო რა მაგარია, თუ აი რაღაცის არ იყო საკულტო ტიპები, ვინც მოგცა ეს. არა, იცი რა. რაღაცა რომ აი, ახლა ეგეთებიც მინახია, რა თქმა უნდა, და მაგარი მუსიკოსებიც, მაგრამ ვიღაცის გამო რომ დავინახე გავგიჟდიდო მუსიკა, არა. შინაგანად იყო ეს და ესე უნდა მომხდარიყო ჩემი აზრით. სხვანაირად არ შემიძლია. ანუ ნებისმიერ ასაკში შეიძლება გვიანი არ არის, ხო? ეხლა და გინდა ეხლა რა სადღაც შეიძლება მეც მივხვდე რომ იმეც ისახა. არა, მე არაფერს იმეც არ ვისახავ, გამორიცხული ამბავია. მე მაინც მადლობელი ვარ თქვა მეთსგან, რომ აი რაღაც პერიოდში მაინც შედგა რომ მე ონისე გავხდი და ჩემს რაღაც ნაჭყაპანს ამ რაღაცას ვიღაცა უსმენს და მოსწონს. ეგ წარმოვიდგინეთ. მე მაშინ ეგეც არ ვიცოდი სიმღერის დაწერა თუ შემიძლია მუსიკის წერა. Просто всё, აი ესა და всё არ შემიძლია სხვა. და სამედიცინო ჩამთავრე ბოლომდე თუ არა, დიპლომი არა, ატესტატიც იქ არის. საშუალო განათლებაც არა. და მუსიკალურ ამბავში ძალიან ნაკლებად მოქმედებს ეგ ამბავი. არც მაგის განათლება არა, მაგრამ რაღაცები შემომესწავლა ქუჩაში და დღემდე თორე არც ეგ არა, არც მაგის დიპლომი. საერთოდ არაფერს პირადობის გარდა არაფერის არ ამაქ რა ქვია. და Men in Black. პრავა ვერსარსად არ არის, ხო? ხო, პრავა ვიღე შემთხვევით მართვის მოწმობაც. შემთხვევით. დაგჭირდა რა გიტარის ატარებლად, რომ ხელით რო არ გეტარებინათ. ეგრე. ვითხარი მას შენი გემოვნება რო გავიგოთ, რას უსმენ დღემდე, რას უსმენდი? რაც შეეხება სტილს მე რას უსმენ ადრე აი თქვათ მაშინ რომ დავიწყო მუსიკა ძალიან მოდაში იყო თქვათ ძიმე უნდა მოგესმინა რაღაცა და ნუ ეს გარკვეულ კოლექტივში იყო ეს ეგეც ერთგვარი ბაბლი იყო კი სადაც დისტოშენი არ იყო თქვათ მუსიკათ არ ვთვლით მაგრამ მე მალევე შევიცვალე და მალევე დავიკიდე რა მივხვდი რომ რაც მომწონდა სულ ერთ იყო სტილს ანუ ყველა სტილში და მიმდინარეობებში შეიძლება შენ თქვა თუ რაღაც სულ შადებ აუცილებლად იტყვი რა არა ნიშნავ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე როდესაც მოусმინო ძალიან ძიმესაც უბრალოდ ძალიან ძიმეზე ვიღლები და რო გითხრა ძალიან სიამოვნებს თქვა რა პროლაითი მირჩევნია რა აი ჟანრი არ არსებობს რა არ მომეწონს ძალიან ვინც მომწონდა აი ადრე შუა რაღაც პერიოდში სტინგი მომწონდა რა ძალიან და იმდენად მომწონდა რომ ქოჩორშიც დავემსგავსი რაღაც პუნჩი და რაღაცებს მიბაძვა დავიწყე რა და შევეშვი რა ანუ ძალიან დიდი ხანი რაღაცაზე არავის არ უსმენ ანუ ეგ წარსულში რაც იყო და ეხლა მართლა რა ვინ არ ვიცი რაღაც ანუ ბოლო დროის ინსპირაცია არ ყავს თუ მოусმინე არცახელებიც არ თქვა პროსტა რაღაცებს თუ მე მომწონს თქვა არტისტი Spotify-ზე ჩემ იმაში პლეილისტში ვაგდებ რა წამიკითხია ვინ არის თუ გინდა გაანახო ისე უსმენ ხოლმე და ხო რაღაც პერიოდში რომ ბეზდება ვშლი იმას იქიდან და სხვა რაღაცას ვეძებ რო გითხრა ძალიან მარტივად აღმოვაჩენ თქო ვიღაცას არა მაგრამ მაინც ანუ არ არის ხო მე მივხვდი რა საყვარელი სიმღერა ჩემი რომელიმე მიყვარდეს იმიტომ იმდენად ყელში მაქვს რაღაც უბრალოდ შესრულების დროს ძალიან მიყვარს ყველა ისე ბაზარი არ არის მაგრამ ახლა რაღაცა მე ვნახე რიმეიკი გააკეთეს შენივე სიმღერის მე მგონი ეს პანდემიის დროს იყო რაღაც ბოსი ხო თუ არ ვწდები ოდნავ სხვა ვერსია იყო ოდნავ როგორ პროელექტრონული და მასე რაღაც კარგი ანიმაციური კლიპიც დათო გოცირიძე ძალიან კაი ბიჭი რა მაგან გააკეთა თვითონ მითხრა რომ ბოსი რო გავიცანი ერთად მე არ მაქვს და ის ნახე რა კომენტარებს უყურებ ხოლმე ეგეთ რაღაცეებზე და ყველა როგორ იყიც აი არ მეგონა ხო ძველი ჯობია მაგრამ მე ვიღაცებს ქონდათ რომ ძალიან უხეშად არ გამოვიდეს ეთქვა და ძალიან კაია ეს ახალიც და რეალურად ხარ რა იყო ძალიან დიდი სხვაობა არის მაგრამ ძველი ალბომი მთლიან 2006 ჯერ ერთი ძალიან ბევრს მოსწონს ეგ ალბომი დღემდე რა ეხა და რატომ მოსწონთ არ ვიცი მაგრამ მოსწონთ რა ხო და რაღაცა ეს ხვანაირი ჟღერადობა აქვს მაინც რა არ ვიცი ეს ნოსტალგიურია ძალიან ჩემთვის მაგალითად ეს უფრო რაღაც ის იყო აი თანამედროვე ამბავი მაინც ელექტრონული ნოსტალგიური ზოგს ვაფშე არ ქონდა იმ დროს მოსმენელი ახლა რა აღმოაჩენე და ეუნებიან რომ აი ეს ალბომი მოგწონს აი თქო ბულბულასგან ვიცი რა თქო უფრო მოსწონთ რა თქო არა მე ვინც ახლა ლაივი რო ვახსენე წეგან იქ არავინ არ იყო ნოსტალგიურ ამბავში, იმიტომ რომ
20-23 წლის ადამიანები, 2002-ში გამოვიდა ვარდო და 2006-ში იყო ეგ ალბომი რა, მამკაღლონტის ეგ ალბომი. დაბადებული არ იყო უმეტესობა, ვინც იმ ლაივზე იყო, იქ ვინც ერთობოდა შესაბამისად. მაგარია მე ეგეთი. ძალიან დიდ დროს გაუძლო. ხო, მეთქი ბავშვები რო იყნო 22 წელს, მეთქი კიდე კაი მარტო ჩემი კლასელები არ არიან და ძალიან მიხარდა რა. ძალიან სასიამოვნო ამბავია, უდაოდ. საღამო გიყურებს იხარ ჩუმად ხმას არიღებ ვიცი რომ მალე მომიყვანო ამრავ მაგალითებს არ ვიცი საიდან მოვიტან არ შეფირებულ მარგალიტებს თოვლი მოდის თოვლი ამინდი აღარ ითმენს შენი საოცარი ღიმილი ერთხმევინება დენს თვალი მოვკარი როგორც იქნა შენაგან გარიყულგემს მე გითამამად ვიქნები სანამ ძაზე ვარ ზგლავი იფრენს თოვლი მოდის თოვლი ამინდი აღარ ითმენს ნუ ფიქრობებს თორემ წაგიღებს გამარჯობა ამითხარი თქვი რა საბირებ ნუ დაიმახსოვრებს ევდიან თარიღებს თოვლი გაგვიგებს პოსტალიონი ყოველ დღე წერილებს არიგებს სანამ ჩემამდე მოაღწევს ალბათ ქარი წაიღებს ვიცი მოვასწრებ შენთან მოსვლა სანამ გადამირბენს თოვლი მოდის თოვლი ამინდი აღარ ითმენს თელი საღამო გიყურებ ვინ ხარ ჩუმად ხმას არიღებ ვიცი რომ ყოველთვის შეუმჩნევლად ითვლი ჩემს ნაბიჯებს მე კი ისევ ძველებურად სულის კარს გაგიღებ თოვლი მოდის თოვლი ამინდი აღარ ითმენს ფიქრობებს თორემ წაგიღებს გამარჯობა ამითხარი თქვი რა საბირებ ნუ დაიმახსოვრებს ევდიან თარიღებს თოვლი გაგვიგებს მადლობა შევახსენოთ ხო მაყურებელს რომ 13 დეკემბერს არტარიაში ცოცხალი აკომპანიმენტის ბენდთან ერთად იქნება ონისის ლაივი. ბენდის წევრები მინდა ჩამოვთვალო. კი ბატონო, ხსენთ. სანდრო ფოცხიშვილი დრამი, ლევან მიქაბერიძე ხო გიო? ბასი მაჩვი, ან მაჩვით ვიცნობ რა უფრო. ყველა მაჩვით ვიცნობთ. კი. ეკა მაჩვის მეს ვიცნობ. ეკა ვარდიაშვილი, კლავიში, ავთანდილ ირემაშვილი, გიტარა. აი ძალიან კარგი მუსიკოსები არიან და რა თქმა უნდა მენეჯერი არის ბულბულა. ბულბულ. ერთად ვართ, რა ვიცი რა, მოკლედ. და ძალიან კარგი კონცერტი იქნება, შეგახსენეთ კიდევ ერთხელ, რომ 13 დეკემბერს შეგიძლიათ. ძალიან შემართებით ვარ და პირველი ამხელა ამბავია ბენდთან არა აკუსტიკური ლაივი. ანუ არა აკუსტიკური აღარ არის და ნახოთ. აქ შეგახსენებთ, რომ ეს არხიც გამოიწეროთ, ონისეც გამოიწეროთ. დაგველაიქოთ. თუ გინდათ რომ მსგავსი კონტენტი იხილოთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ონისეს. მადლობა თქვენ. წარმატებები ლაივზე გესტუმრებით. კი ბატონო. კეთილი იყოს ჩემს ფეხით თქვენ სტუდიაში და. დიდი მადლობა კარგად. წარმატებებს გისურვებ თქვენს. მადლობა დიდად ვისიამოვნო. ასე.